ზოგადად იზახიან გადაყლაპავ თეატრის მტვერს და მე ვერ მოშორდები არა და შეიძლება მართალიც იყოს. ჩემ შემთხვევაში სიმართლეა. მაგრამ ბევრი მინახავს მუშაობდა 5 წელი, 7, 4 საათი და წავიდა და საერთოდ სხვა საქმეს მოკიდა ხელი. ეგ თეატრის მტვერზე არ არის. ეგ შინაგანად განწყობაზე და რა გაქვს შიგნით იმაზე. მე სიმართლე გითხრათ, პატარა რო ვიყავი, ოცნებობდი. არ ვიცი რატომ, რაღაცნაირად ყოველთვის ამას სულ ვიგონებ ხოლმე და ვერ მივხვდი რატომ. უფროსი ლეიტენანტი უნდა ყოფილიყავი თან ჯარში. პოლიცია და რამე კი არა. მე რო გავიზარდე, სხვანაირად წარიმართა ჩემი ცხოვრება. სპექტაკლი რო ვნახე, პირველი სპექტაკლი, რომელი აიყო, ესეთ მახსოვს, ვინც თამაშობდა, ეგეც მახსოვს. ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდი მე, ისინი მსერდიდნენ და მომიყვანა ბებია ჩემმა შემიშვა ხა სხვები რო დადიოდნენ მეც უნდა ყოფილიყავი და ვერ მივხვდი თავი და რა ხდებოდა მე ნენელა რო რაღაცა საოცარი შეგრძნება იყო რაღაცა მეც მომინდა თითქოს და ჯერ იქ ვიყავი მათთან ერთად მე ამოსვლაც კი მოვიდა სენასე საოცარი რაღაცა იყო და რა ვიცი მართლა რო ითქვა პირველი ნახვით შეყვარებაო ძალიან შემიყვარდა და მე ეს რომ მოუყევი პატარა ვიყავი მაგრამ ბიძაჩემს მოუყევი მე მამა ადრე გარდამეცვალა და ამიტომ ბიძაჩემს მოუყევი ესეთი რაღაც ვნახე მეთქი და გაიღმა კი რომ ჩამოხვალო ჩემთანო ქალაქშიო გიჩვენებოდა წამომიყვანა და მიჩვენა განათების ბუტკიდან სპექტაკლი, ღამის სპექტაკლზე ბავშვების შეყვანა არ შეიძლებოდა. და თეატრში მოსვლაც რაღაც საოცრად რაღაცნაირად დაეწყო. მე გამამწესეს მერვე კლასის მერე ცოტა მოხულიგნო ტიპი ვიყავი ალბათ და ტექნიკუმი იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ზედაეჭერში და იქ გამიშვეს. აგრონომი უნდა გავსულიყავი. ეხლა ყველგან აკეთებდნენ ეხლა სპექტაკლებს, სკეჩებს, რაღაცა სკეჩებს აკეთებდნენ ჩვენთანაც და იყო ესეთი მსახიობი ას განსვენებული კაი კაცი, კაი მსახიობი გურამ წერეთელი და უნახი ვარ ამას. და უკითხია სახელი გვარი. აღმოჩნდი თეატრში და მქონდა ბედნიერება მე ბატონ გურამის ამას მეთამაშა და სხვებთანაც და რა ვიცი 16 წლის ვიყავი თეატრში რომ მოვედი და მას მე მართლა აქ ვარ. აი არიან ახლა ჩემი კოლეგები უამრავი ახლა რა ვიცი წავიდა წამოვიდა თქვა ზოგი 3 წლით 5 წლით რაღაცა მე საერთოდ არ წავსულვარ თეატრიდან არასდროს იმით რომ მადლობელი ვარ რომ ღმერთს და ყველაფერს მადლობა რომ ვარ თეატრში და ვარ მსახიობი მაგრამ ალბათ სხვაგან არც იქნებოდა ჩემი ადგილი საოცარი რეჟისორები მართლა ბატონი თამაზი ლერი პაქსაშვილი რა ვიცი უამრავთან ბატონ რობერტისთან მიმუშავია თავადის კალი მაია ესე გააკეთა ბატონ მერავს ვირავამ და საკურსოს აკეთებდა რობერტის მოსწავლე იყო და ბატონ რობერტი ჩამოვიდა და ერთი კვირა ვიმუშავე ბატონ რობერტის და ესეთი გახარებული ვიყავი და უამრავი კაცი ადამიანი დადგმულა და უამრავი მინახია და იმიტომ კი არა მე რო თამაში უბრალოდ სულ სხვანაირი გადაწყვეტა ქონდა იმ დროისთვის რეჟისორს საოცარი რატო იმოქმედა საოცრად ჩემს მომავალ როლებზე გეტყვით ერთ სპექტაკლში დავიწყე ცხოვრება და დაავამთავრე დაწყებული დიდგვაროვნიდან დამთავრებული დაბეჭავებულ განადგურებულ ადამიანამდე და ფაქტიურად ეს ყველაფერი ვითამაშე. ჩემი აზრით არ არსებობს დასრულებული როლები, რატო გეტყვით? აი გუშინ თქვა სპექტაკლი მქონდა. და გუში რო ვითამაშე, აი იმის თამაში ხვალ სხვანაირად მომინდება. თუ არ მომინდეს, იგი მსახიობი არა ვარ, დაშტამპული ვარ. მე ესე ვხედავ, სხვებმა მაპატიოს ეხა. მართლა ბედნიერი ვარ რომ თეატრში ვარ. მიუხედავად იმისა შენობა არ ქონდა ერთი პერიოდი აი მე ვთქვი საერთოდ არ გავჩერებულა სულ მუშაობ მეთქი აი არეულობის პერიოდი ხო იყო სამოქალაქო ომი. აი მაშინ სამოქალაქო ომის დროს ყველა წავი ვერც გაამტყუნებდი ხა.
ქართველები ერთმანეთს ხოცავდნენ და გაიქცა ხალხი, სამი კაცი დავრჩით. რევაზ ჯოჯო, მე და ლევან კვერნაძე. ფაქტიურად თეატრს შეუნარჩუნეთ სიცოცხლე. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ყველა მიცის ქალაქში და აბსოლუტურად ყველა. შევქმენით სტუდია. ბავშვები შევარჩიეთ და ძველი სპექტაკლების აღდგენებით დავიწყეთ. დამუნჯებული ზიხარ გოგო. შენ გონი აქ ვინმე დაგინახავს ან გიცნობს? ნუ გეშინია. შენ კი არა, მე ვერ მიცნობს ვერავინ. ბიჭობის მერე აქეთ არ ყოფილა. დამშვიდი და ნუ გეშინია. ვინც ნახავს ამ სიუჟეტს რუსთაველის თეატრიდან, მარჯანიშვილიდან, იმათ არაერთხელ უთქვიათ ეს ზუგდიდის მაყურებელი, სულ სხვა მაყურებელი. დახვეწილი, მოზომილი და ძალიან ჭკვიანი. ვამაყობ იმით, რომ არ ვიტყვი მას, რომ ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ. არა, ვამაყობ იმით, რომ ცხოვრობ ამ ქალაქში. დავრჩი მე გითხარით და ქონდა ჩვენ შემოთავაზება მე და რეზოს ეს პერიოდი სოხუმის თეატრში არ გადავედით. მე სხვები წავიდნენ ახალგაზრდები, ჩვენ არ გადავსულვართ. ვამაყობ იმით, რომ ჩემს ქალაქში ვარ და ჩემს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებ. თეატრი ჩემი როგორ გითხრათ, არის მთელი ჩემი სამყაროა, მთელი ჩემი ცხოვრება. დავიწყოთ იქიდან, რომ თეატრი მინდა და მოვხდით თეატრში. მე და ჩემმა მეუღლემ თეატრში გავიცანით ერთმანეთი. და აი ბავშვი პატარა ყავდა ხო, ძალიან თოთო ბავშვი როგორ შეხვეული ისე და ორივე ერთად მუშაობდით და მე ვთამაშობდით, ეს კიდე ტექნიკური რეჟისორი იყო და როიალზე დაძინებულ ბავშვს როიალზე შემოვსვამდით ხოლმე და ხან ვისაყავდა, ხან ვეძებდით მე სპექტაკლის მე. მთელი ჩემი ცხოვრება იუმორია. მე არავის არ უნახევარ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ტრაგედია და ცხოვრებაში ბევრი ჭირი და ჭირვარამი ახლა. მაგრამ მიუხედავად ამისა მე ატირებული არავის არ ვახსოვარ. სპექტაკლშიც კი მიჭირს ტირი.